1453 წლის 29 მაისს მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა. ამ დღეს დაეცა კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის ლეგენდარული დედაქალაქი, რომელიც 1000 წლის განმავლობაში რომის იმპერიის დიდებას ინახავდა. ქალაქი, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებდა, სრულ ბლოკადაში აღმოჩნდა. ახალგაზრდა და ამბიციურმა ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ მეორემ მიზნად დაისახა ამ აუღებელი ციხესიმაგრის დამორჩილება. მისი უზარმაზარი არმია ათობით 1000 მეომარს ითვლიდა, ქალაქს კი მხოლოდ რამდენიმე 1000 კაცი იცავდა. თუმცა კონსტანტინოპოლს თეოდოსიანეს ლეგენდარული კედლები ჰქონდა, რომელთაც საუკუნეების მანძილზე ვერავინ აქცევდა. მაგრამ ამჯერად მტერს ახალი იარაღი ჰქონდა, გიგანტური ქვემეხები, რომელთა გასროლაზეც მიწა ირყეოდა და კედლები იბზარებოდა. ეს იყო გამოფიტვის სასტიკი ომი. ქრისტიანული ევროპა საკუთარი პრობლემებით იყო დაკავებული და დასახმარებლად არავინ მოსულა. ბიზანტიის უკანასკნელმა იმპერატორმა კონსტანტინე მე-11-მ გაქცევაზე უარი თქვა. ის მებრძოლების გვერდით იდგა და ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა იმედს. 29 მაისის გამთენიისას დაიწყო საბედისწერო შტურმი. ოსმალებმა კედლის გარღვევა შეძლეს და ბრძოლამ ქუჩებში გადაინაცვლა. როდესაც იმპერატორი მიხვდა, რომ ქალაქი იღუპებოდა, სამეფო ნიშნები მოიხსნა. რიგითი ჯარისკაცივით ჩაება უკანასკნელ ბრძოლაში და გმირულად დაიღუპა. დღემდე უცნობია თუ სად განისვენებს მისი ცხედარი. კონსტანტინოპოლის დაცემით დასრულდა შუა საუკუნეები. ბიზანტიელმა მეცნიერებმა იტალიას შეაფარეს თავი, რამაც ევროპაში რენესანსს დაუდო საფუძველი. ძველი მსოფლიო დასრულდა და დაიბადა ახალი ეპოქა. ვრცლად სტატია წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com